პუტინი მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება. სამხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აბუ-დაბიში. ვითარება გაყინული ქალაქებიდან, რუსეთის და უკრაინის გაყინული ქალაქებიდან და რა თქმა უნდა მდგომარეობა ფრონტზე. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯერდი ჟურნალისტი. დღეს 27 იანვარია 2026 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1494 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში, ეს არის არხი თავისუფალი ხალხისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. მანამდე ტრადიციული მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ვინც უყურებთ ვიდეოებს, ალაიქებთ მას, აქტიურობთ კომენტარებში. განსაკუთრებით მათ, ვინც ზდილობის ფარგლებში გამოხატავთ თქვენს აზრს და უნდაც იმას, რომელსაც მე არ ვეთანხმებოდე. განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც დონაციით არის დაკავებული, არხი მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს და ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი, აღწერაში ანგარიშის ნომერია. თქვენ კი, ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილოსად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. 63% არის ისეთი, ვინც არხს უყურებს, თუმცა გამოწერილი არ აქვს. 75%-დან 73%-ზე ჩამოვედით, ეს კარგია. თუმცა ასე გავაგრძელოთ, გამოიწერეთ არხი თქვენი რამედის. დავიწყოთ აბუ-დაბიში. აბუ-დაბიში დასრულდა მორიგი რაუნდი და როგორც ვამბობ ხოლმე პრაქტიკულად ზაზვნას დღე გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მოლოდინები იყო ამ მოლაპარაკებების რაუნდიდან. მოლოდინები იყო იმდენად, რამდენადაც შემადგენლობა შეიცვალა მოლაპარაკებლების და უფრო, ასე ვთქვათ, სამხედრო გახდა, გენერლების მოლაპარაკება იყო. რუსეთიდან გაქრა მედინსკი, თუმცა მის მაგივრად იქ იყო იგორ ყუსტაკოვი, ეს არის რუსეთის გენშტაბის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი შეფი, ასევე იქვე იყო გურიდან ალექსანდრე გორინი, ეს რუსების დელეგაციას რაც შეეხება, უკრაინულ დელეგაციაში იყო გენერალი ბუდიანოვი, რომელიც ახლა პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსია და ასევე ამერიკული მხარეს წარმოადგენდა შეერთებული შტატების არმიის ევროპის სარდლობის ხელმძღვანელი ალექსის გრინკევიჩი. რა თქმა უნდა, სწორედ აქედან გამომდინარე, რომ რაღაცა შემადგენლობა შეიცვალა, იყო გარკვეული მოლოდინები, გარდა იმისა არ წარიმართა ტრადიციულად, მედია პრაქტიკულად არ დაუშვეს შეხვედრაზე, არანაირი განცხადებები მედიასთან არ გაკეთებულა. შესაბამისად, გარკვეული, ასე ვთქვათ, მოლოდინები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოლაპარაკებები რამე შედეგს მოიტანდა, თუმცა მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ არანაირ შედეგს ეს მოლაპარაკებები არ მოიტანს, მით უფრო რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კიევის, ხარკივის და სხვა დიდი უკრაინული ქალაქების მასობრივი დაბომბვის ფონზე. დაბომბვა და საჰაერო იერიში ტრადიციულად, როგორც მთელი ეს სამთარია, რუსეთი ახორციელებს მიმდინარეობდა უკრაინის ენერგოსისტემაზე. შესაბამისად, არ ვიცი რა შედეგები უნდა მოიტანოს აი ამ მოლაპარაკებებმა. ის, რაც ვიცით მოლაპარაკებების შემდეგ, იყო თემა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, როგორ მოხდება ძალთა დაშორიშორება, ვინ გაუწევს მონიტორინგს და როგორ მოხდება მონიტორინგი, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ განახლდეს და ასე შემდეგ, ანუ წმინდა წყლის სამხედრო თემებზე. როდესაც წმინდა წყლის სამხედრო თემებზე არის საუბარი, ბუნებრივია გენერლები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, შესაბამისად იყო ეს მოლოდინი, თუმცა აქ არის ერთი საკვანძო სიტყვა და ეს საკვანძო სიტყვა არის საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ. საბრძოლო მოქმედებები როგორ უნდა დასრულდეს, ამაზე წარმოდგენა პრაქტიკულად არავის არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი მაგიდაზე ტოვებს მის აბსურდულ მოთხოვნას, რომ უკრაინამ დატოვოს უბრძოლველად ტერიტორიები დონბასში, რომლის დაკავებასაც რუსეთი ვერ ახერხებს. აი ეს გენერლების მოლაპარაკება დაახლოებით იმას გავს, მსურველთა კოალიცია, რომ საუბრობს და მსჯელობს ხოლმე, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ როგორ განათავსებენ სამშვიდობო კონტინგენტს, განათავსებენ, ანუ ეს ყველაფერი კარგია ამაზე მსჯელობა, თუმცა პრაქტიკულად ანულირდება იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლის შეწყვეტის და საბრძოლო მოქმედებების დასრულების არანაირი ნიშანწყალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე საკმაოდ შენელდა რუსების წინსვლა, იმაზე უფრო შენელდა, ვიდრე იყო წინა თვეებში, პრაქტიკულად გაიყინა როგორც გადატანით, ასე პირდაპირ მნიშვნელობით და ამაზე ჩვენ ცოტა ხანში ვისაუბრებთ უფრო დეტალურად, როდესაც ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გადავალთ, მანამდე კი მოკლედ რო შევაჯამოთ, კი აბუ-დაბიში გაიმართა შეხვედრა, ჩაინიშნა მომდევნო შეხვედრებიც, გარკვეულ თემებზე ისაუბრეს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს და ეს ძალიან, ასე ვთქვათ, ბუნებრივიც იყო იქიდან გამომდინარე, თუ რა მდგომარეობა არის საბრძოლო მოქმედებების არეალში. ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რაც მოხდა გრენლანდიაში, გრენლანდიის გარშემო და ასევე ტრამპის მშვიდობის მსოფლიო საბჭო. ასე ვთქვათ, მსოფლიო საბჭოში ტრამპმა მიიწვია
მიიწვია პრაქტიკულად ყველა და როცა ვსაუბრობ ყველა არ გულისხმობ მაინც და მაინც ყველა ქვეყანას, არამედ მართლობის თითქმის ყველა სტილი იყო მიწვეული, იყო როგორც ევროპული ლიბერალური დემოკრატიები, ასევე იყო ულტრამემარჯვენე დემოკრატიები, ულტრამემარცხენე დემოკრატიები, ავტოკრატიებიც არიან მიწვეულები, მოკლედ პრაქტიკულად ყველა სტილის მართველი მიიწვია და ლოგიკა იმაში იყო, რომ თუკი მშვიდობა უნდა შედგეს და შენარჩუნდეს, აუცილებელია ლაპარაკი ყველა მხარეს შორის. შესაბამისად ეს ამოძრავებდა ტრამპს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს მშვიდობის მსოფლიო საბჭო სამომავლოდ ძალიან მსუყენ იადაღს მიცემს ახალ შეთქმულების თეორიებს და შეთქმულების თეორიების მოყვარულებისთვის იქნება საკმაოდ მსუყე საფუძველი. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენი რეგიონიდან მაგალითად იქ მიწვეულია პრაქტიკულად ყველა ჩვენს გარდა, იქ მიწვეულია რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. ჩვენ არა. ეს რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ჩვენთვის ეს კიდევ ცალკე პოდკასტის საკითხი არის, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ იქ რამდენად ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები არის, უნდა ითქვას, რომ ამ მშვიდობის საბჭოში მონაწილეობაზე პრაქტიკულად უარი თქვა ლიბერალური დემოკრატიების უმრავლესობამ, თუმცა რამდენიმე გამონაკლისი არის და იქ არის, ასევე პრაქტიკულად ავტოკრატიების უმრავლესობა დათანხმდა, თუმცა აქაც არის გამონაკლისები და როდესაც ვამბობ, რომ ეს მსოფლიოს მშვიდობის საბჭო შესაძლოა მომდევნო დღეებში ახალი კონსპირაციების საფუძველი გახდეს, გულისხმობ იმას, რომ რაღაცა ესეთი მსოფლიო საბჭო, მსოფლიო მართლობის ჩამოყალიბებაზე შეიძლება იყოს დაიწყოს ლაპარაკი, სადაც დიდი ბიძიები გაინაწილებენ სამყაროებს, ანუ ამერიკა იქნება ლიდერი, რადგან თვითონ შექმნა ეს ყველაფერი, გააკონტროლებს თავის ნახევარსფეროს, რუსეთი გააკონტროლებს ევროპას, ჩინეთი გააკონტროლებს აზიას, ოკეანეთს და აი ამ რაღაც კონსპირაციებში შეიძლება შევიდეთ, თუმცა ის რაც დღეს გვაქვს მაგიდაზე არის ის, რომ ტრამპი პრაქტიკულად აგრძელებს არსებული საერთაშორისო წესრიგის მორღვევას. ამ საკითხში ყველაზე სასაცილოდ გამოიყურება რუსეთი და რუსეთუმეები, რომელსაც უხარიათ, რომ აი როგორც იქნა მოირღვა და მოირყა არსებული საერთაშორისო წესრიგი. თუმცა ეს რუსებსაც თუ უხარიათ, მე კარგად ვთქვათ, ვერ ვხვდები იქიდან გამომდინარე, რომ იმას, რასაც პუტინი ცდილობდა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში და ვერ მიაღწია, პრაქტიკულად ერთ წელში მიაღწია ამერიკამ. ანუ რა მცდელობებიც ჰქონდა პუტინს 1999 წლიდან 2024 წლამდე და თითქოს რაღაცა პატარ-პატარა გამარჯვებები ჰქონდა, თითქოს რუსეთი გააძლიერა, თითქოს რაღაცა ექსპანსიას ახდენდა, თუმცა მისი მთავარი მიზანი რომ დაერღვია ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა და იქ შეიტანა ბზარი და აღედგინა რუსეთის იმპერია, აი ამ დიდ მიზნებამდე ახლოსაც კი ვერ მივიდა 1999 წლიდან 2024 წლამდე. რა დროსაც გამოჩნდა ტრამპი და 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრამდე პრაქტიკულად იმაზე 10 ჯერ მაგრა შეარყია ეს ტრანსატლანტიკური ერთობა, ვიდრე პუტინმა ეს შეძლო. და ძალის პოლიტიკის მომხრეების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ თუკი ამას ემხრობით და თუკი თქვენ რომ ეს ნორმალურია, რომ ძლიერებმა გაინაწილონ სამყაროები, მაშინ უნდა დაფიქრდეთ, რომელი ძლიერის ბანაკში ჯობს ყოფნა. შემთხვევით იმისახო არა, ვინც ერთ წელში შეძლო ის, რაც მანამდე წლების განმავლობაში ვერ შეძლო მეორემ. და თუკი აქ ითქვით, რომ ამერიკა შორს არის და რუსეთი ახლოს არის, კი ბატონო, გეთანხმებით, თუმცა ამერიკა ისევე შორს არის საქართველოსთვის, როგორც მაგალითად აზერბაიჯანი ან სომხეთი, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ იქ შევიდა ამერიკა და რუსეთმა ვერც ვერაფერი ვერ გააკეთა. შესაბამისად, როდესაც აი ამ ძალის პოლიტიკაზე და აი ამ მართლობის სისტემაზე ფიქრობთ და გადანაწილებაზე, უნდა დაფიქრდეთ. სად ჯობს ყოფნა შემთხვევით ხომ არა იქ, სადაც უფრო დიდი ძალაა და რომელიც უფრო მარტივად აღწევს დასახულ მიზნებს. და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მომხმარებლობა და ჩემი მოსაზრება, რუსეთის და რუსეთუმეების დიდი იდეოლოგი დუგინიც ამ აზრზეა, ისიც შეშფოთებული არის ტრამპის ასეთი წარმატებით და გასულ კვირაში მორიგი, ასე ვთქვათ, წერილი გამოაქვეყნა და ახლა წაგიკითხავთ ციტატას აქედან. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი, რომელსაც გასაკვირად ჯერჯერობით ყველაფერი გამოსდის, საკუთარ დიდებულების მანიაში ყარდება. ვიტკოფისა და კუშნერის მოსკოვში ვიზიტი რაღაც უსუსული და იდიოტური მშვიდობის საბჭოთი. მთლიანობაში ჩავარდა. ტრამპი იწყებს ჩვენთან მოქცევას ისე, როგორც სუვერენი ექცევა ვასალს. იგი გთხოვდა დავთანხმებულიყავით სრულად არაადეკვატურ პირობებზე და პასუხად გვემუქრებოდა. არაფერი დაახლოებს მშვიდობას გარდა ჩვენი გამარჯვებისა, მაგრამ რა დაახლოებს ჩვენს გამარჯვებას? დასავლეთის ლიდერებს არასდროს და არაფერში არ უნდა ენდო. ყველა, ვინც დასავლეთს დაუპირისპირდა და ამავდროულად მასთან შეთანხმებას ეყრდნობოდა, სასტიკად დაისაჯა. საუკეთესო პოზიციაში არიან ისინი, ვისაც ეს ესმის და ასეც იქცევა.
ანუ არღვევს დასავლეთთან დადებულ ყველა ხელშეკრულებას, კვეთს ნებისმიერ წითელ ხაზებს, უტევს გაუფრთხილებლად ზურგში სცემს, დასავლეთის შიგნით აღწევს და აქტიურად მოქმედებს მეხუთე კოლონის მეშვეობით, იყენებს ორმაგ სტანდარტებს, როგორც კი ამ პოზიციას გადაუხვიეს, საბჭოთა კავშირი მალევე ჩამოიშალა. დასავლეთთან მხოლოდ ომი შეიძლება, რაც არ უნდა რთული იყოს ეს. ანუ დუგენიც აცნობიერებს, რომ დასავლეთთან ომი რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. და ორმაგი სტანდარტები, ზურგში დანის ჩაცემა, მათთან მუდმივი წინააღმდეგობა, აი ეს ყველაფერი არის რუსეთის მიზანი და ამ ყველაფერში ხედავს რუსეთი გამოსავალს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. შესაბამისად, როდესაც მე ვამბობ, რომ ტრამპმა მიაღწია იმ შედეგს, რასაც ვერ მიაღწია პუტინმა წლების განმავლობაში, ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, აი ხედავთ, დუგინი სწორედ ამ აზრზე არის და შესაბამისად იმავე წერტილში იმუქრება, რომ რუსეთმა უნდა ანახოს ყველას, რომ მას შეუძლია ბირთვული კატასტროფის დატრიალება, იქვე მერი აქვს პასკვილები, რომ აი როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ბირთვული კატასტროფა არ გამოვიწვიოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ დაუბრუნდა ძველ ბირთვულ მუქარას დუგინი, თუმცა ამის პარალელურად დასავლურ მედიაში სულ უფრო აქტიურად ჩდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღი არა, მაგრამ შესაძლოა პუტინმა გამოიყენოს მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი. ქიმიური იარაღის და კომპონენტების გამოყენების მცირე მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს უკრაინაში, თუმცა არა მასობრივი განადგურების, რა თქმა უნდა, და ახლა სწორედ ამაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ თუ კი ბირთვული არა, მაშინ შესაძლოა მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი გამოიყენოს რუსეთმა, თუმცა ესეც დაახლოებით ისეთივე შანტაჟის ენა იქნება, როგორც მანამდე ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ რა და როგორ მოხდება ამ მიმართულებით, თუმცა ის რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის შემდეგი. წლების განმავლობაში პუტინი ცდილობდა წესრიგის მორღვევას, მას არ გამოუვიდა, სამაგიეროდ ტრამპს ეს კარგად გამოდის, რაც ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორც საქართველო, არც თუ ისე კარგია. ახლა გვაქვს ვითარება, სადაც პუტინი ომში არის გაჭედილი, სულ მალე 4 წელი შესრულდება, რაც უკრაინაში და მეხუთე დაიწყება, რაც უკრაინაში შეიჭრა და ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. მხოლოდ მცირე წინსვლა აქვს ფრონტზე. და ამაზე სულ ცოტა ხანში ვისაუბრებ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ახლა გადავიდეთ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, თუმცა მანამდე უნდა შევეხო წინა ეპიზოდის გამოხმაურებებს, ასე ვთქვათ. წინა ეპიზოდი შეეხებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ბოდიში არა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და უკრაინის ხელისუფლების ახალ, ასე ვთქვათ, მიზანს, რომ შეძლოს და თვეში 50,000 რუსი გამოიყვანოს წყობრიდან, ანუ აქ იგულისხმება როგორც გარდაცვლილები, ასევე დაშავებულები, დაჭრილები, ანუ ისინი ვინც ბრძოლის უნარიანები ვეღარ იქნებიან, ამან დიდი უნებათაღელვა გამოიწვია, კი მაგრამ როგორ შეძლებს ამას უკრაინა. იმავე ეპიზოდში მე დავუსვი ეს კითხვა, რომ საკმაოდ რთული შესასრულებელი იქნება ამით უფრო იმ ფონზე, როდესაც უკრაინას ცოცხალი ძალის დანაკარგი აქვს და შეტევაზე გადასვლას კიდევ უფრო დიდი დანაკარგები მოყვება, თუმცა როგორც ჩანს, ეს 50,000 არ არის სადღაც ჰაერიდან მოტანილი, იმიტომ რომ მას შემდეგაც ფედოროვმა ეს რიცხვი დაასახელა და თქვა, რომ უკრაინის მიზანი იქნება თვეში 50,000 რუსის გამოთიშვა ომიდან. ზედა არხებზე არის სრული პანიკა. ისინი არიან, ასე ვთქვათ, აგონიურ მდგომარეობაში, ლანძღავენ საკუთარ მეთაურებს. საუბარია იმაზე, რომ არ იქნება რთული უკრაინისთვის ამ მიზნის მიღწევა, თუ კი რუსეთი ისე გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებების წარმოებას და გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი ზეთნიკის, ვეტერანი მეომრის, რუსის, ასე ვთქვათ, ამონარიც ერთ-ერთი ინტერვიუდან, ეს არის სვიატოსლავ გოლიკოვი და მისი ციტატა. ჩვენი სტრატეგიული შეტევითი ოპერაციით ჩვენ დახმარებას უწევთ მოწინააღმდეგეს მათი გეგმების განხორციელებაში. მათ ბევრი არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ. იჯეკი დაცულ გვინდაში და დრონებით ანადგურე მოწინააღმდეგე, რომელიც თავად მოდის სიკვდილზე. მტრის მიერ გაცხადებული მიზანი, რომ ჩვენი ცოცხალი ძალის დანაკარგებმა მიაღწიოს თვეში 50,000, ჩვენ და სამწუხაროდ შესაძლებელია მართლაც იქნას მიღწეული. ასე რომ, როგორც ჩანს, ფიოდოროვის მიერ დასახელებული ეს 50,000 არ არის ჰაერიდან მოტანილი რიცხვი, როგორც ჩანს, ბრძოლის ტაქტიკის და მეთოდების შესწავლის შემდეგ არის ასე ვთქვათ, გამოყვანილი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს უკვე ბოლო წლებია FPV დრონებს და ზოგადად დრონებს და საჰაერო თავდასხმებს ამ ომში და შესაბამისად, იმდენად რამდენადაც ზეთნიკები ძალიან ანერვიულდნენ ამ
რიცხვზე უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შორის მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ეს შესაძლოა რეალისტურიც იყოს. აქვე კიდევ ერთი გამოხმაურება წინა ეპიზოდიდან კომენტარებში, რომელიღაცა მომხმარებელმა დამიწერა, რომ რუსების გარდაცვალებაზე ვლაპარაკობ, უკრაინელებს რატო არ ვლაპარაკობ. იქაც გავეცი პასუხი და კიდევ ერთხელ, როდესაც მე სტატისტიკურად ვაჯამებ ხოლმე თვეს იქ უკრაინულ დანაკარგებზე ვსაუბრობ და აუცილებლად შემდეგ ეპიზოდში, როდესაც მექნება საუბარი იანვრის შეჯამებაზე იქ მოვიყვან ამ რიცხვსაც მანამდე კი იქვე დაისვა კითხვა რომ რატომ არ ლაპარაკობ იმაზე შობადობა როგორი არის რუსეთში და ადვილად რომ ჩანაცვლებაო და კი ბატონო დავინტერესდი არა ზოგადად ღია წყაროებში რა მონაცემებია მოყვანილი არამედ უშუალოდ ოფიციალურ რუსულ მონაცემებს ანუ როსტატის რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს და 2025 წელი ჯერ დათვლილი და გამოქვეყნებული არ არის, თუმცა 2022 წლიდან, ანუ ომი რო დაიწყო იმ წლიდან, 2024 წლის ჩათვლით გაჩვენებთ ახალ მონაცემებს, მაშასე როსტატის შობადობა გარდაცვალების სტატისტიკა ასე გამოიყურება, ხედავთ წლები 2022, 23, 24 და დაბადება გარდაცვალების მონაცემებს 2022 წელს 1,306,200 ადამიანი დაიბადა რუსეთში და გარდაიცვალა 1,905,800 2023 წელს 1,264,900 დაიბადა, 1,760,200 გარდაიცვალა. 2024 წელს შეეხება 1,222,400 დაიბადა, 1,818,600 გარდაიცვალა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ შობადობა გარდაცვალების სტატისტიკაზე, აი ასე გამოიყურება, კი, ბევრი იბადებიან, თუმცა უფრო ბევრი იხოცება. რუსეთში. ნახოთ, დაველოთ 2025 წელსაც გამოაქვეყნეს ალბათ როსტატი, როცა იქნება და კარგად რომ დაითვლიან და შემდეგ ესეც შევადროთ, თუმცა აი სამი წლის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ იმაზე მეტი იხოცება, ვიდრე იბადება რუსეთში. შესაბამისად, აქედან კიდევ რამდენი არის მდედრობითი სქესის, რამდენი მამრობითი სქესის, რამდენი ბრძოლის უნარიანი, ესენი როდის გაიზრდებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, გაინტერესებდათ ძალიან, რამდენი იბადებაო და აი გაჩვენეთ და ეს არ არის ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ რაღაცა ღია წყაროებში, ან უკრაინული ინფორმაცია, ან რაღაც არა. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ინფორმაცია და მათი ოფიციალური მონაცემებით უფრო მეტი იხოცება, ვიდრე იბადება. ახლა უშუალოდ ფრონტზე რომ გადავიდეთ, რუკებზე ბევრი საჩვენებელი არაფერი არ არის, იმდენად უნიშნელო წინსვლები არის, კვლავ აქტიური რჩება კუპიანსკი, კონსტანტინოვკა, პოკროვსკი, მირნოჰრადი, ჰოლიაეპოლე, აი ეს მიდამოები და როგორც გითხარით, პრაქტიკულად არანაირი წინსვლა არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გარკვეულ სიახლეებზე ფრონტის ცალკეული მონაკვეთებიდან ვისაუბროთ. რატომ არის ასეთი შენელებული ეს წინსვლა, ხო? ზამთარია, ყინავს, მდინარეები გაიყიდა, ჩვენ გვაქვს სატელიტური ფოტოები, მათ შორის იგივე სხვადასხვა მდინარე, ფრონტის პირა მდინარე როგორ არის გაყინული, ამ გაყინულმა მდინარეებმა შესაძლოა გარკვეული უპირატესობები მიცეს მხარეებს, რომ მათზე გადასვლა უფრო ადვილი იყოს, ვიდრე მდინარის ფორსირება, თუმცა ჯერჯერობით ამ ტიპის წინსვლებს ვერ ვხედავთ, რადგან როგორც თქვით, ყინავს პრაქტიკულად გაყინულია ფრონტი, როგორც გადატანით, ასე პირდაპირ მნიშვნელობით, არის მცირე წინსვლები, მცდელობების შეტევების, თუმცა კრახით სრულდება პრაქტიკულად ყველა მათგანი, რუსეთის ასეთი მცდელობა გარკვეული გამონაკლისების გარდა, თუმცა უმნიშვნელო ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში 3 დღის წინანდელი ეპიზოდის შემდეგ არაფერი ბევრი ამ მიმართულებით არ შეცვლილა, დღე მოკლეა, ღამე გრძელია, ყინავს შესაბამისად, აი ეს წინსვლა ძალიან ნელია და როდესაც მომდევნო ეპიზოდი უკვე თვითშემაჯამებელი ეპიზოდი უწევს და იქ რომ დავაჯამებთ რა წინსვლა ქონდათ, დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ, რეკორდი დამყარება და დამყარდება ისეთ იმედად შემცირებული იქნება ეს წინსვლა, ზოგადად იანვრების სტატისტიკა მთელი ამ ომის განმავლობაში ასეთი არის, რომ იანვარში საკმაოდ დაბალი არის ხოლმე წინსვლა. თუმცა, როგორც გითხარით, ცალკეულ მონაკვეთებიდან გარკვეულ ეპიზოდებს შევეხოთ. ეს არის სახმელეთო უპილოტო უკრაინული დანადგარის მიერ რუსების დატყვევების კადრები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ. სწორედ აი ამ მანქანის მიერ არის გადაღებული, დაადგა პოკროვსკის მიმართულებაზე ჩასაფრებაში მყოფ რუსებს და 3 რუსი ტყვე აიყვანა ერთმა უპილოტო დანადგარმა. ამ უპილოტო დანადგარს ჰქონდა, ასე ვთქვათ, 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი დაყენებული და შეძლეს ასე ვთქვათ, რუსების დატყვევება, მსგავსი და არა მხოლოდ მსგავსი ვიდეოების
სანახავად შეგიძლიათ გამომყვეთ Telegram არხზე. იქ პრაქტიკულად ყოველდღურად, თითქმის ყოველდღურად, ასე ვთქვათ, როცა ვახერხებ გვიან საღამოს, ვაჯამებ ხოლმე უყრე ვიდეოებს ფრონტიდან, რა ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირ შემთხვევაში მძიმე ვიდეოები არის და ამ მძიმე ვიდეოების შონება YouTube-ზე არ შეგვიძლია. სწორედ Telegram არხში ვაგროვებ ამებს და თუ კი გაქვთ ინტერესი, რომ რაღაც დღის ბოლოს ნახოთ ხოლმე რა მოხდა ფრონტზე ვიდეოების სახით, სწორედ Telegram არხზე მაქვს, ამ Telegram არხის, ასე ვთქვათ, ლინკი აღწერაში დევს, შეგიძლიათ გადახვიდეთ, თუ კი ვერ იპოვით, კომენტარებში დამიწერეთ და ჩაგიგდებთ Telegram არხის ლინკსაც, რომ წამოხვიდეთ და იქაც დამასაბსკრაიბოთ, რადგან ვისაუბრეთ უკრაინულ უპილოტო დანადგარებზე, ვისაუბროთ რუსულზეც. აი ეს კადრი თვითონ გავცელდა ასევე აი ამ რუსულ და უკრაინულ Telegram არხებში. ეს არის რუსული უპილოტო სახმელეთო დანადგარი, რომელსაც ჩამხშობები უყენიან. აი ამ ჩამხშობების მიზანი არის უპილოტო თვითონ FPV დრონების სააუბნიოს და ჩამოვაგდოს, ასე ვთქვათ, რომ FPV დრონებმა მიზანს ვერ მიაღწიოს, თუმცა ამდენად ირონიულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, სწორედ FPV დრონი, უკრაინული FPV დრონი დაადგა თავზე ესე მოულოდნელად აი ამ ჩამხშობიან სახმელეთო დანადგარს რუსულს. აქ რა მოხდა ცოტა ძნელი გასაგებია, შესაძლოა ეს ჩამხშობი ჯერ ჩართული არ იყო, ან ჩართული იყო, მაგრამ არ იმუშავა, რატომ და როგორ ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ რუსულ სახმელეთო უპილოტო დანადგარს, რომლის ფუნქცია იყო ჩაეხშო FPV დრონები, FPV დრონი წამოადგა თავზე. შესაბამისად, აი ესეც კიდევ ერთი მონაკვეთი იყო ფრონტიდან. გარდა ამისა, უნდა ვისაუბროთ ფრანგულ უპილოტოებზე, რომელიც გადაეცა უკრაინელებს. არ გვაქვს მონაცემები მის შესახებ თუ რა რაოდენობით გადაეცა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამ უპილოტოს შეუძლია 5 კილომეტრი, აქვს 5 კილოგრამი საბრძოლო მასალა, შეუძლია 500 კილომეტრის მანძილზე ფრენა და ასევე გააჩნია ავტონომიური მართვის და საშუალებები, რაც გულისხმობს იმას, რომ არც ოპტიკურ მართვაზე არის დამოკიდებული და არც რადიო მართვაზე, როგორც აქამდე ხდებოდა დრონები და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ახალი ინოვაცია ფრანგული წარმოების. რაც შეეხება 5 კილოგრამ საბრძოლო მუხტს, ეს საკმაოდ პატარა არის, შესაბამისად, აი დაახლოებით ისეთი, როგორც ვთქვათ, რუსული ლანცეტები, ხო? და რაში იყენებენ რუსები ლანცეტებს, იყენებენ უკრაინული თავშეყრის ადგილების ან ზურგში მყოფი სხვადასხვა რაღაცა არტილერიო დანადგარის ან საწყობის განადგურებისთვის, სწორედ იგივე ფუნქცია და მიზანი ექნება. აი ამ ფრანგულ დრონსაც შეძლებენ, ასე ვთქვათ, მეორე ეშელონში, რუსების მეორე ეშელონში დარტყმების მიტანას, როგორც არის რუსეთის თავშეყრის ჯარისკაცების თავშეყრის ადგილი, იარაღის საწყობები და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც დრონს 500 კილომეტრის ფრენა შეუძლია, აქ ჩვენ ყოველთვის წარმოგვიდგება ხოლმე ცოტა უფრო დიდი საბრძოლო მუხტის მქონე დრონი იმისთვის, რომ სადღაც ზურგში, თუნდაც აი ეს ენერგო ობიექტებს დაარტყან რუსულს და ასე შემდეგ, თუმცა არა, აქ გვაქვს დაახლოებით ლანცეტის, რუსული ლანცეტის ანალოგზე არის საუბარი დაახლოებით, თუმცა აქვე უნდა, ასე ვთქვათ, ჩემს მოსაზრებასაც მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის გადაეცა ეს ყველაფერი უკრაინას. ვერ ვიტყვით რა გავლენა ექნება ფრონტზე ან საბრძოლო მდგომარეობაზე, თუმცა რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ნებისმიერ ახალ შეიარაღებას, ნებისმიერ ახალ გამოგონებას სჭირდება გამოცდა. ერთი, როდესაც მას გამოცდი სადღაც პოლიგონზე, მეორე, როდესაც მას გამოცდი უშუალოდ საბრძოლო თეატრში. შესაბამისად, ამომით სარგებლობს ყველა და ფრანგებმაც ეს თავიანთი ახალი გამოგონება გააგზავნეს უკრაინაში, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში გამოიცდება, თუ კი სისუსტეები აქ უფრო მარტივად გამოვლინდება, შესაბამისად მისი აღმოფხვრაც უფრო მარტივი იქნება. აქედან გამომდინარე, ეს არის, ასე ვთქვათ, ხელი ხელს ბრალს პრინციპით, უკრაინას არ აწყენს ახალი შეიარაღება, საფრანგეთს არ აწყენს ამ ახალი შეიარაღების გამოცდა. შესაბამისად, ვნახოთ რა შედეგებს დადებს ეს ახალი ფრანგული უპილოტოები ფრონტზე უშუალოდ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ფრონტზე, ასე ვთქვათ, პირდაპირი შეხებები შენელებული არის, ამის
პროპორციულად გაზრდილი არის ავიადარტყმები, საჰაერო შეტევები, იქნება ეს კომბინირებული თუ ცალკეული, როგორც კიევზე, ასევე პრაქტიკულად ყველა დიდ უკრაინულ ქალაქზე ძირითადად ხდება ენერგოსისტემების გათიშვა. საპასუხოდ უკრაინასაც აქვს მსგავსი ტიპის დარტყმები, განსაკუთრებით ბელგოროდში ხდება ეს ყველაფერი. გასული კვირა იმით გამოირჩა, რომ ჰაიმარსებითაც დაარტყეს ბელგოროდს და თუ კი თქვა, ჩვენ უკრაინაში გვაქვს ძალიან სერიოზული ენერგოკრიზისი და მოსახლეობა გაყინვის პირას არის. ანალოგიური არა, მაგრამ მსგავსი მდგომარეობა რუსეთის ქალაქებშიც არის, განსაკუთრებით როგორც გითხარით, ბელგოროდი დაზიანდა, თუმცა პროპორციულად შედარება არც კი შეიძლება, თუ კი უკრაინაში კვირების, დღეების, თითქმის თვის განმავლობაში გრძელდება ეს ენერგოკრიზისი და პრაქტიკულად გამყინვარება რუსულ ქალაქებში დაახლოებით 3-დან 8 საათამდე გათიშვები არის ხოლმე და აი ამ პერიოდში უწევთ ცუდ პირობებში ცხოვრება, ასე ვთქვათ, თუმცა ეს ეხება ბელგოროდს. მიუხედავად ამისა, არანაკლებ რთული ვითარება არის რუსეთის სხვა ქალაქებში, იქ სადაც არ არის უკრაინული ავიადარტყმები, ასე ვთქვათ და ახლა მინდა გაჩვენოთ ორი სხვადასხვა კადრის შედარება. ერთზე ორივე შემთხვევაში არის ასახული მოსახლეობა, რომელიც დაზარალებული არის ენერგოკრიზისისგან, თუმცა ერთ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გაყინულ მდინარეზე ადამიანები, მოქალაქეები, ასე ვთქვათ, ერთობიან და ცდილობენ ამ რთული ვითარების გადატანას. მეორე ვიდეოზე ჩვენ ვხედავთ, რომ არის საპროტესტო აქცია და მოქალაქეები ეჩხუბებიან და გარკვეული კონფლიქტი აქვთ იმათთან, ვინც ცდილობს აი ამ ენერგო პრობლემის აღმოფხვრას და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ერთი არის უკრაინა, მეორე არის რუსეთი. თუმცა უკრაინა არის ის, სადაც ერთობიან, ხოლო რუსეთი არის იქ, სადაც ჩხუბობენ. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ვერ წვდება სიღრმეებში რუსეთის ენერგეტიკას, მიუხედავად ამისა, ისეთი გაუმართავი არის რუსული სახელმწიფო, რომ აი ამ ყინვებს და გეგონება რუსეთისთვის ყინვა რამე ახალი იყოს, ამ ყინვებს ვერ უძლებს, ხშირად გამოდის წყობრიდან მათი ენერგოსისტემა, ხედავთ პრაქტიკულად გამყინვარებაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქეებს, თუმცა განსხვავება ერთია, ორივე შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე, ერთ შემთხვევაში, უკრაინის შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე იმდენად, როდესაც უკრაინული ქალაქების მასირებულ დაბომბვას აწარმოებს, მეორე შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეუძლია ელემენტარულად საკუთარი მოქალაქეები უზრუნველყოს ზამთარში სითბოთი. რა თქმა უნდა, ეს ორი რეალობა რამდენადაც განსხვავებულია, იმდენად არ შეიძლება რომ განვაზოგოთ ყველა უკრაინელზე ან ყველა რუსზე, რა თქმა უნდა, უკრაინაში, მათ შორის კიევშიც რჩებიან მოქალაქეები, რომლებსაც საკმაოდ რთულად გადააქვთ ეს ზამთარი, რომელსაც არანაირი ნერვები და თავი არ აქვს, რომ გავიდნენ და ასე გაერთონ ყინულზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ასახავს რეალობას, იმ რეალობას, რაც ხდება უკრაინაში და ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელებს ასე ვერ გატეხდა, ვერ აიძულებ დანებდე და ძალიან რთულია არ გაგახსენდეს ლენინგრადის ბლოკადა, როდესაც ჰიტლერის ფაშისტებს ჰქონდათ იგივე მცდელობა აი ამ ბლოკადაში მძიმე ზამთარში გაეყინათ რუსები და ასე ეიძულებინათ დანებებულიყვნენ, თუმცა თქვენ გემახსოვრებათ, რომ საბჭოთა არმია მაშინ არ დანებდა, პირიქით გადაიტანა ეს ზამთარი და შემდეგ შეტევაზეც გადავიდა. შესაბამისად, როდესაც დღევანდელ ომში ფაშისტებზე და ნაცისტებზე არის საუბარი, ვინ როგორ იქცევა, ძალიან ცხადი და ნათელია, ვინ არის ნაცისტი, ვინ არის ფაშისტი, ვინ არის რაშისტი და ვინ იყენებს სწორედ აი ამ ფაშისტურ მეთოდებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ვინ არის აგრესორი და ვინ არის, ასე ვთქვათ, თავდაცვაში, ვისაც სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, თუ არა დაიცვას თავი. შესაბამისად, ისტორიის გაკვეთილები ხშირად უყვარს ხოლმე პუტინს მისი დანახული ისტორია გაასახოს რეალობად, თუმცა ლენინგრადის ბლოკადაზე მე მგონი თვითონაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც ყველას და უნდა ახსოვდეს, რომ აი ასე მშვიდობიან მოქალაქეებზე ზეწოლით მიზანს რთულად მიაღწევ. და ბოლოს ისევ ფრონტს რო დავუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, რუკების გარეშე მაინც არ ჩავატაროთ ეს ეპიზოდი, წარმოგიდგენთ კლიმენტ მოლენის პროექტიდან, ასე ვთქვათ, ეს არის თავდაცვის სხდეები, უკრაინის თავდაცვის სხდეები, როგორ არის ასახული, ის სატელიტური ფოტოებით აკვირდება, ასე ვთქვათ, ვითარებას და თქვენ ხედავთ
კრამატორსკი დრუშკოვკეს მიმართულებით, როგორ არის ახალი თავდაცვის სხდეები აგებული, აი ეს სამი ხაზი, რომელიც ასე ვთქვათ, ჰორიზონტალურად მიდის და ასევე ხაზები ვერტიკალურად, ეს ქმნის აი დაახლოებით ესეთ სასიკვდილო კვადრატებს, ასე ვთქვათ, ეს არის ის თავდაცვის სხდეები, რომელსაც უკრაინა ამ მიმართულებით აშენებს, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კი აი იგივე კრამატორსკის მიმართულებით ხო, ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს საფორტიფიკაციო ნაგებობები არის კრამატორსკის და ფრონტს შორის და საკმაოდ ასე ვთქვათ მკვეთრი და კარგად გამაგრებულია, ხო? ასაც ვერ ვიტყვით იგივე თუნდაც კონსტანტინოვკა დროშკოვკას მიმართულებით, რომელიც აი ეს ფოტო ასახავს ამას, შესაბამისად, როდესაც გააქტიურდება ესე რუსების წინსვლა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ გაცილებით გამომარტივდებათ კონსტანტინოვკა დროშკოვკის მიმართულებაზე წინსვლა, ვიდრე თუნდაც იგივე სლავიანსკი კრამატორსკის მიმართულებაზე წინსვლა. რაც შეეხება ამ ქალაქების შემდეგ უკვე დონეცკის საზღვრის მიმართულებით, აი ეს სასიკვდილო ზონები, რომელზეც საუბრობთ, სწორედ იქ არის შექმნილი, ხედავთ როგორ არის გამაგრებული ეს მხარე და სწორედ აი იმიტომ რომ ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა რუსებსაც აქვს და კარგად იციან როგორ სასიკვდილო ზონაში შევლენ მას შემდეგ რაც და თუ კი შეძლებენ სლავიანსკი კრამატორსკი კონსტანტინოვკა აი ამ ფრონტის გარღვევას შემდეგ როგორ სასიკვდილო ზონაში შედიან რუსებსაც კარგად იციან და სწორედ ამიტომ უნდათ რომ უბრძოლოდ დათმონ უკრაინელებმა აი ეს მიწები თუმცა ეჭვმეპარება რომ ასე მოხდეს რაც შეეხება უკვე უშუალოდ სამხრეთის ნაწილს ზაპოროჟიის მიმართულებით ჩვენ აქ ხედავთ რომ უფრო ასე ვთქვათ ახლა მიმდინარეობს ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობა თავდაცვის ხაზების მათ შორის ნოვო-მიკოლაივკასთან მიმართებაში ეს არის სწორედ ის მონაკვეთი რომელზეც მე გეუბნებოდით რომ შესაძლოა ამ მიმართულებით განვითარდეს რუსული შეტევა რადგან მდინარის ფონს გაყვებიან ასე ვთქვათ რუსები და ეცდებიან რომ ჯერ ეს ქალაქი აიყონ და აქედან და ორი ხივიდან მერე გავიდნენ უკვე ზაპოროჟიის მიმართულებაზე. თუმცა ვხედავთ რომ აქ ამ მიმართულებითაც ხდება ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობა, ახალი თავდაცვის ხაზების მოწყობა და მოკლედ დაველოდოთ მოვლენთა განვითარებას, როგორ განვითარდება აქ მოვლენები და კიდევ ერთი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ამჯერად უკვე ევროპიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, იქ ასე ვთქვათ, იგეგმება და საუბარი დაიწყეს, ასე ვთქვათ, ავტომატიზირებული თავდაცვის სხდვის შექმნაზე რუსეთთან. რას გულისხმობს ახლა ეს თავისთავად ძალიან უხეში გრაფიკა რო შემოგთავაზოთ. აი დაახლოებით ესეთი რაღაცის მოწყობა იგულისხმება. ანუ უპილოტო საფრენი დაკვირვება, სადაზვერვო დაკვირვება რუსეთის ტერიტორიაზე, ცოცხალი ძალის გადაადგილებაზე, თუ სხვა სამხედრო ასე ვთქვათ მიმდინარეობებზე. შემდეგ სენსორების ველის შექმნა, ამ სენსორების ველის მთავარი ფუნქცია იქნება კოორდინატების გამოთვლა და შემდეგ უკვე ავტომატიზირებული უპილოტო საჰაერო თუ სახმელეთო დანადგარებიდან სიკვდილის ზონის მოწყობა მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ რუსები საკუთარ საზღვარს გადმოლახავენ. აი ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი. დღეისთვის სულ ეს იყო. თვის ბოლოს შემოგთავაზებთ ამ თვეში კიდევ ერთი ეპიზოდი მექნება, ასე ვთქვათ, იანვრის თვის შემაჯამებელი, იქ ტრადიციულად უკვე სტატისტიკებით იქნება წარმოდგენილი, როგორი იყო საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე, რა თავდასხმები განახორციელა რუსეთმა, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ, ასევე რა წინსვლა იყო ფრონტზე და როგორი იყო, ასე ვთქვათ, დანაკარგები მხარეების მხრიდან. დაელოდეთ თვის ბოლო იქნება ეპიზოდი იქნება კიდევ ერთი ამ თვეში სულ რამდენიმე დღეში უწევს უკვე ეს ყველაფერი. დღეისთვის კი სულ ეს იყო. მადლობა დროებით ნახვამდის, თუმცა ბოდიში მანამდე რაღაც გამოვიწერეთ არხი აუცილებლად თუ კი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში, გააზიარეთ კონსოციალურ ქსელებში, ასე ძალიან დაეხმარებით არხს განვითარებაში. მოკლედ, ახლა კი ნამდვილად გემშვიდობებით დროებით ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.